ახლა მძღოლს ვესაუბრები სინგაპურის მოქალაქეს 10-დან 9 ზრდასრულ ადამიანს აქვს საკუთარი ბინა სახლი. არის სახელმწიფო პროექტები, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასად აძლევს სახლს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2.6%-ში საბანკო სესხს. წარმოიდგინეთ 2.6, ამ 3%-იც კი არ არის. მოკლედ, ეს არის ქვეყანა, სადაც კორუფცია არ არის და ყველა ადამიანი ღირსეულად ცხოვრობს. რა თქმა უნდა, არ არსებობს ქვეყანა, სადაც იდეალური იქნება ცხოვრება, იმიტომ რომ ყველა რაღაცაზე იწუწუნებს, მაგრამ როდესაც ესეთი ქვეყანას ესეთი ხელისუფლება ყავს, რომელიც ზრუნავს ნამდვილად ადამიანზე, შედეგებით ეს უკვე იკვეთება. მე შეგახსენებთ, რომ სინგაპურს არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია. საერთოდ არანაირი, წყალიც კი არ აქვს, წყალიც კი შემოაქვთ, 99% პროდუქციის შემოაქვთ. მაგრამ ესეთი მდიდარი ქვეყანაა. რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ იდეა და უღარიბესი ქვეყნიდან უბრალოდ იდეით დაიჯერეს თავის შეძლეს ამ ხელ რეფორმების გატარება და დღეს არის მსოფლიოს ერთ საუკეთესო ქვეყანა.